ღმერთი ჩვენკენ ვცდილობთ 321 ნომერში ასვლას. გამარჯობა, შეიძლება გკითხოთ, რამდენად კომფორტულად გგზავრობთ? აი მეც ვცდილობ თქვენთან ერთად ახლა ავტობუსში ამოსვლას და როგორ ფიქრობთ, მოვახერხებთ? როგორ აფასებთ დედაქალაქის ტრანსპორტის ძალიან ცუდად. მარშრუტკა არის საძაგლობა. შეხვალ, ვეღარ ჩამოხვალ. საშინელი ჭყლეტოა. ვინ არის კმაყოფილი? არავინ არ არის კმაყოფილი. ნორმალურად ამუშავებს. როგორც არასდროს. მადლობა. კარგად. ვერავდივართ. ყოველ დღე ესეთი ამბავი არის ტრანსპორტში. როგორ ხარ ბატონო გიორგი? არ ამიშავს. შეიძლება ვიღაცა მიფიქროს, ეხლა რომ სპეციალურად დადგმული არის ეს ყველაფერი. მაგრამ ვიგეს უთანდა გვიფიქრე. ხო. მოირგეს როგორც უნდა, ხო ჩაიწვეს ეს ქვეყანა რა. პიჯაკივით ჩაიწვეს. როგორ ფიქრობთ, დასაჯდომი ადგილი თუ შეგხვდებათ? არა, ხშირად არის ხოლმე ასე? მუდმივად. არა თუ დასადგომი ადგილი შეიძლება არ იყოს. წერება სახალხო მოამბე. დღევანდელი გადაცემის თემა არის სატრანსპორტო პოლიტიკა დედაქალაქში. გვაინტერესებს რამდენად კმაყოფილები ხართ იმით თუ როგორ მუშაობს ავტობუსი, როგორ მუშაობს მეტროსადგური. მე ვასილი ივანოვ-ჩიქოვანი ვარ, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებული ჟურნალისტი. საზოგადოებრივი მაუწყებელი რომ არ იყოს მიტაცებული და ჩემი საქმიანობა შეჩერებული, თქვენ აუცილებლად გაიგებდით რომ თბილისში გადაადგილება მოსახლეობისთვის დიდი გამოწვევაა. ადამიანები მუდმივ საცობს თავს ვერ აღწევენ ვერც ავტომობილებით და ვერც საჯარო ტრანსპორტით. მეტიც, საჯარო ტრანსპორტი ხალხს ვერ იდევს. ლოდინი, ფეხზე დგომა, გადაჭედილ ავტობუსებსა და ვაგონებში ჭყლეტა, უჰაერობა, ღირსების შემელხავ ყოველდღიურობად იქცა. მაგალითად, დიდი ღმელები დიდი ხანია პრობლემის მოგვარებას ითხოვენ მერიისგან. პიკის საათებში მოსახლეობას 10 კილომეტრით დაშორებულ ჟვანიას მოედნამდე მოსახვედრად საათნახევარზე მეტი დრო სჭირდებათ. მათი თქმით, მთავრობა 5 ჯერ შეჰპირდა ტრამვაის ხაზის მოწყობას, თუმცა განაპირებს ჯერჯერობით შესრულება არ უწერია. ამ რეალობაში თბილისის მერია არც ახალ ავტობუსებს ამადებს და არც არსებულ ინფრასტრუქტურას უბლის. რამდენიმე კვირის წინ გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ ავლაბის მეტროში წვიმისას წყალი ჭერიდან ჟონავს. უკეთესი მდგომარეობა არც ვარკეთილის მეტროშია. მეტროსადგურის რეაბილიტაცია, რომელიც 2016 წელს დაიწყო, ისევ არ დასრულებულა. ვადამ ამჯერად 2026 წლის ზაფხულამდე გადაიწია. ამ პერიოდის განმავლობაში პროექტზე 3 სხვადასხვა კომპანიამ იმუშავა. გახსოვსებულების ჯამურმა ღირებულებამ 16 მილიონ ლარს მიაღწია. მეტროს შეფერხებით მუშაობს. ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეებს გაჩერებული მატარებლებიდან ბანკამდე ფეხით უწევთ მისვლა. გაიზარდა ჯარიმების რაოდენობაც. ოფიციალური მონაცემებით წელს მხოლოდ პირველ 3 თვეში უბილეთო მგზავრების დაჯარიმებიდან ბიუჯეტში შესულმა თანხამ 113%-ით მოიმატა და თითქმის მილიონ ლარს მიაღწია. თბილისში არ იმატებს პარკირების სივრცეები, თუმცა ბიუჯეტში მატულობს პარკირების ჯარიმებიდან შეტანილი თანხა, რომელმაც წელს 5 მილიონ ნახევარ ლარს მიაღწია. ეს დედაქალაქის სატრანსპორტო პრობლემების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. დღეს ჩვენ მოვედით ბარათაშვილის სატრანსპორტო კვანძთან, იმისთვის რომ აზრი ვკითხოთ ხალხს. საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გვაინტერესებს მოქალაქეების აზრი. რამდენად კმაყოფილი ხართ დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკით? მე კმაყოფილი ვარ მაგალითად და ძალიან მომწონს ყველა მხრივ მარშრუტკები მზად არის რომ ჩვენ გვამგზავრონ ასე რომ გვაყრდო არა. ხალხმრავლობა ხო არ არის ხოლმე? არა, ყოველთვის ვждები, ისე რომ არ დამითმონ. გამარჯობა. ხო არ დამელაპარაკები ტრანსპორტზე? მოდის. ისე როგორ რამდენად კმაყოფილი ხარ ტრანსპორტის მუშაობაზე? ჩემ უბანში არა. რომელი უბანია? სოლაკი. და არ დადის ტრანსპორტი? ძალიან ბიჭის სიარული. უმესმად არ შეგაფერხებთ. თან იგვიანებს. იგვიანებს? ვითხოვდით მიკროავტობუსის დანიშნას, მაგრამ გითხრეს ხო დაგინიშნეთ ვარკეთში. აქეთ მოვდივართ, აქეთ მუშაობთ ყველა და ვარკეთში თუ გვაქვს ძალიან კარგი და მადლობა, მაგრამ ქალაქთან რო გვაკავშირებდეს ისეთი მიკროავტობუსი არ გვაქვს. მე დამაჯარიმეს ერთჯერ მეტროდან ამოვედი, მაგრამ მეორედ აღარ დავადები იქ ავტობუსზე და იმაზე დამიწერეს ჯარიმა. მე პროსტო ვერ დავადები. ნუ ხალხი იყო და ვეღარ მივაწვირო, რომ ერთ გაჩერებაზე ჩამოვედი და მე ვუთხარი ბილეთი მაქვს აღებული. პროსტო დაფიქსირებული არა მაქვს მეორე ტრანსპორტზე და დამაჯარიმა მაინც არ გაითვალისწინა ახლა რა ვუყვა. ისე უგულოდ არის მაგიაკა. უგულოდ არის გაკეთებული. აი მაგალითად ინვალიდი ხო არ? ასე რო დგებიან ავტობუსი, მე ვერ ვასწრებ იქიდან, აქ რო გააჩერებს იქამდე 50 მეტროში. ადრე იდგა ასე, ვიცოდი აქ ავტობუსი მომდადგებოდი.
ხედა მამაში რა დაზგებული. კი ბატონო და მესმის. მე ჩემთვის რომ მიჭირს ყოველთვის აი ხელი მომკიდებლად კიანჩკა ხერხემლის პრობლემა მაქვს. ეს არის არაპროფესიონალიზმის და უგულობის, თორემ ფაქტიურად არის, ხო, ესეც არის, ესეც. გაიზარდა გარკვეული სახის ჯარიმები ავტომობილებისთვის. და არგუმენტი ესეთი თქვა, რომ ჯარიმები იმიტომ იზრდება, რომ მეტი ხალხი გადავიდეს საზოგადოებრივ ტრანსპორტზეო. აბსოლუტურად უვიცოვა პარლამენტში ზიან ჩემმა პირველ კლასელმა ვიჭმა იცის რომ აფრიკაში 56 ქვეყანაა. არც გეოგრაფია არ იციან, ეს мотиваცია რა мотиваცია? ძალით გადაიყვანონ იმაში, ეს აბსოლუტურად მიუღებელი მსჯელობა, არ თამადად არ ვარგა ჩვეულებრივი სოფელში რომ დააყენო ეს ხალხი. არ ვარგა. იმიტომ რომ სოფელში 1 და 2 ყავთ, რომელიც რატო დაიბადენ და რატო კლებიან იმას იტყვის. ესენი არ არიან სამწუხაროდ. მე გული მტკივა. როგორ გრძნობ თავს მეტროთის სარგებლობის დროს? ისე რა. რა არის ამის მიზეზი? სიბინძურე მეტი სხვა რა. უკაცრავად შეიძლება გკითხოთ. როგორ გრძნობ თავს მეტროთის სარგებლობისას? ჩვეულებრივია, ასგულისხმობ. მაყოფილი ბრძანდებით მეტროს მუშაობით. იქ არსებული მე მდგომარეობით. შეერთად მიწევთ მეტოხი და მე პრობლემა არ შექმნია ჯერჯერობით. რატომ ეკითხებით, რა მეხება? არა, გადაცემას ვაკეთებთ, რამდენად მაყოფილები არიან მოქალაქეები თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკით, ავტობუსებით, მეტროპოლიტენით, ავტობუსებით და ავტობუსების უკეთესი იქნებოდა და ხშირად გაზრდილიყო. კარგით უკაცრავად. მინდოდა მეკითხა, რამდენად კომფორტულად მგზავრობთ მეთქი, მაგრამ აზრი კი დავინახეთ, რაც ხდება. სტუდენტი ვარ და ხშირად მეწავს პიკის საათებში გადაადგილება. და ანუ ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ უბრალოდ ვერ ავდივარ ავტობუსში. თან ამ ცოტა ხნის წინ ფეხი მქონდა დატკენი და კასტელებით მეწავდა გადაადგილება და ნუ მაგ შემთხვევაში უბრალოდ შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ თუ ვერ ვჯდებოდი, ნუ ძალიან რთული იყო დგომა და თან ისეთი სივიწროვეა, რომ კომფორტულად ვერ ვდგებოდი საერთოდ. ალბათ ოცნების დონეზე უნდა ვიოცნებოთ, რომ ტრამვაი დაბრუნდეს თბილისში. ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსპორტი. სოდნამ უნდა რა, აი ტრანსპორტის ამბებში ვინც არის, არა მოწმებს, სად დაამატოს, სად მოაკლოს. ალბათ ხელმძღვანელობის ბრალი, რისი ბრალი იქნება. გზავრს რა შეუძლია. როგორ ფიქრობთ, აი ჯარიმების გაზრდით შეიძლება ხალხი მიაჩვენოს? არა, პირიქით, არის ხალხის დასჯერა. მე როგორც ვთქვი. გადასარევად. ეხლა შედარებით კარგად ვართ დღეს. შეიძლება 2-3 ტრანსპორტი გაუშარო, ავახციო მეოთხეში. რამდენად ხშირი არის ესეთი მდგომარეობა? ყველა დილა 3 საათი მჭირდება ჯამში ვაზისობრიდან საბურთალამდე რომ გადავაადგილდე და ჩემი დირექტორი საკმაოდ გაგემშვიდობა ამ ამბავს. ცოტაც მოდი. აბა. აი იმედება. აუ არა, მოსპანზია. როგორ არა ხასი? შო ამოვედით. სადაც ყოლა იქა ჩვენ. არის მეცადოთ. სტაბედის მონახევრია. არის მომენტები, როცა თავმოყრებაზე განახება იმდენად გაჭედილია აკავრობა, არანაირად არ მოყვება ინფრასტრუქტურული განვითარება იმ მშენებლობას, რაც დიდი ხანში ხდება, ანუ ეზოები გააუქმეს. ჩემს უბანში სკოლის ადგილი იყო ნახევრად აშენებული, ეგ დაანგრიეს, ეხლა 4 კორპუსი ჩაგდეს. ანუ მოსახლეობა იმდენად იზრდება, რომ არ მიყვება არც ტრანსპორტი, არც სკოლა, არც ბაღი, იმას არ სჭირდება ადამიანს. თუ ადამიანი ფიქრობს და ამ ყველაფერს ხელმძღვანელობს, ასეთი პრობლემა არ უნდა იყოს, მაგრამ არ მგონია ამჟამად, რომ ვინმე მას რამეს ფიქრობს. ეს არის სიბოროტე ჩვეულებრივად. დიდი ღონში კი არა, მთელ თბილისში იმის ბრალია, რომ ძალიან ბევრი სახლი აშენდა, ქუჩები იგივე დარჩა, ან დავიწროვდა. ჯერ მაგალითი უნდა გვაჩვენოს მთავრობამ, ხო? როგორ დადიან ავტობუსი, იმგზავრონ მაგალითი მომცენ და იულის ხალხი ტრანსპორტით. მე ამოსვლას ვაპირებდი ამ ავტობუსში ახლა რომ სარაჯიშვილამდე მინდოდა რომ გავყოლოდი, მაგრამ ნუ აი არა, ძალიან რთული არის, ეხლა სავსე არის პიკის საათში ეს ხაზი და რამდენიმე ხაზი არის კიდე რომელიც აქ ძალიან იტვირთება. ეხლა ჩამოვედი აქ, იმიტომ რომ გადავიდე საბურთალოს ხაზზე, რომელიც დიდი ალბათობით სავსე მოვა ასევე. რაც შეეხება შემოპირებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან მარტო არის ავტობუსი. და ნუ ალტერნატივა ფაქტობრივად არის ან ტაქსი, რომელიც 3-ჯერ და 4-ჯერ ძვირდება ესეთ პერიოდებში და გვიწევს ძირითადად ავტობუსით მგზავრობა და ისიც წვალებით. ეხლა ავტობუსში რო ახვიდეთ, იქ წერია, რომ ის ადგილი დაჯავშნილი არის შიშემპირებისათვის და თუ შიშემპირი ამოვა, უნდა გაუთავისუფლო. მაგრამ როცა ჭყვეტა არის ავტობუსში, ხო უნდა გაათავისუფლო, ის ხარჯი ვიღაც უნდა ჩამოვიდეს, დარჩეს და შენ ახვიდე დადგენ, ხო ვის უნდა უთხრა, ჩამოვიდეს ავტობუსიდან და შენაცვლად ჩამოვიდეს და შენ ახვიდე. დამოკიდებულება სახელმწიფო უწყებების მხრიდან ისეთი, რომ
ხო არის ავტობუსთან რა უჭირს რა. ცოტა გზავრი გაუჭირებს, ცოტა ძღოლი გაუჭირებს, ცოტა ავტომობილი გაუჭირებს და რაღაცა გამოვა, იმიტომ რომ თვითონ ის გადაწყვეტილების მიღების პირები არ გზავრობენ როგორც წესი. საზოგადოებრივი ტრანსპორტით არიციან ეს გაჩერება მაგალითად რამდენად კომფორტული არის, არიციან შიგნით ყოფნა მათ შორის პიკის საათში რამდენად რთული არის და შესაბამისად რაც არიციან იმას ვერც აგვარებენ და მეორე საკითხია რა აჯანმრთელობით არის ხალხის შიგნით ვის რა საქმეზეა გვიანდება სად მიდის და რამდენად დროულად მივა ადგილზე ან რამდენად კომფორტულად მივა დანიშნულების ადგილზე. ტროტუარზე ვერ გაგივლია ხან უნდა გადაახტე მანქანებს ხან უნდა მოუარო ხან უნდა დაუთმო ქალაქის საცობებისგან განტვირთვის მიზნით ესეთი არგუმენტი გაჟღერდა რომ ჯარიმებს მოუმატეთო რომ ავტომობილებიდანო საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადავსვათ ხალხია. ე კარგია, ეკაი ვარიანტია. თვითონ მანქანებითიანო ჩვენ და ვისაც მანქანა აყავს, იმან დააყენოს და ავტობუსი თიაროს. ძალიან ცუდად წარმოთქვა სტილოსანი რო ხავს ერთ მაგალითად. უნდა გააუნჯობისო ტრანსპორტი რომ თვითონ მოქალაქე გადაჭდეს და არ დაჭდეს თავის ავტომობილზე. ისე უნდა გააუნჯობისო. ხედავთ თუ არა რომ აი ეს ჯარიმებიდან შეგროვებული თანხა ქალაქს ხმარდებოდეს, ან მუნიციპალურ ტრანსპორტს, ან სხვა მიმართულებებს. რავი, არ მგონია. სად მიდის აბა ეს ფული როგორ ფიქრობთ? არ ვიცი, ალბათ ჯიბებში. არ მგონია. ესო საქართველოს თბილისში ხმარდებოდეს. რას ეთყოდით მათ, ვისაც ევალება ამ საკითხებზე ზრუნვა და ამ საკითხებზე ფიქრი? კარგად. აუნა უთხრა, თვითონ ვერ ხვდებია? ჩვენივრად ხვდებიან. რომ ჩვენივრად იციან. ამ მიზან მიმართულად აკეთებენ? რა გინდა ახლა დაბიჭირო? ნამდვილად არ ვიცი. ასეთი იყო სახალხო მოამბის მორიგი ეპიზოდი თბილისიდან. საზოგადოებრივი მაუწყებელი მიტაცებული რომ არ იყოს საქართველოს მოქალაქეების ამ პოზიციებს თქვენ სწორედ პირველი არხიდან გაიგებდით. საზმაო ხალხს თავისუფლება და სოლიდარობა მზია ამაღლობელს და სინდისის ყველა პატიმარს.